ხთი ცუდად ქუჩაში წამიჭირა ისევ აი აქ შუა საყარში საშლა წამიჭირა და მე ხვა თავბრუდ მომესცია ხალხი გადამიყვანეს კლინიკაში და როდესაც ექიმები მეკითხებოდნენ რომ აი რა სიმპტომები გაქვს მე ამას უყვებოდი და გარდა ამისა ვამბობდი რომ ტკივა აი ეს ადგილი ეს უნაღლის ბუშს ნუ ამ პროექციას ვამბობდი ან კუჭი ან სულ მეგონა რომ ახლა კუჭი გამისკდა ისეთი შეგრძნებები მქონდა და ну აიღეს და მოკლედ ეს ალბათ ნაღლის ბუშტის ბრალიაო და ამომაჭრეს აბსოლუტურად მე როგორც გავარკვიეთ უკვე თურქეთში აბსოლუტურად ჯანმრთელი ნაღლის ბუშტში რომელშიც არ იყო არანაირი ანთება არანაირი ქვა და ამან დაძრა კიდევ უარესი პროცესები ეს ჩემი მდგომარეობა რომელიც მე კი აბსოლუტურად ჯანმრთელი ორგანო და მე რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდი ალბათ ვიცი რასაც ვიზამდი თუმცა ну აქ ვიცი რომ მე ვერ მოვიგებ ამ პროცესს და მე ისეც არ ვიცი როგორ იყო ეს ნაღლის ბუშტი ამოღებული. კარგად არ ამოიჭრა იქ წესიერად, არ მოიჭრა წესიერად. ნუ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა სამწუხაროდ. ნუ მოკლედ დაარტყა გულს. აი ეს არის მთელი პრობლემა და ამ გულმა გამაგიჟა მე, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრობს გულით და ნუ ჩემი ძირითადი პრობლემა დღეს არის გული, რომელსაც გულს არაფერი არ ჭერს, მაგრამ მე მეწყება ისემიური მოვლენები. უბრალოდ აი ამ ფაზლის აწყობაში დაგჭირდა არ ვიცი ორი ქვეყნის ჩართულობა დაგჭირდა 1000 კვლევები 1000 დასხივება და 1000 წამლები და ასე შემდეგ და წავედი თურქეთში წავედი როგორც ნევროლოგიური პაციენტი საბუთებით შესაბამისი მქონდა და ჩავედი იქაურ ნევროლოგთან რომელმაც იმ კლინიკამ მიმიღო აი ესეთი გაუგებარი მრავალფეროვანი სიმპტომები ზუსტად 5 წუთი გავატარე იმ ექიმთან რა და რომ უთხრა რომ ეს ნევროზი ადამიანმა დამცინა რომ რა ნევროზიო შვილო შენ საბარად რომ მითხრობოთ მოძრაობაზე გეცვლებაო სიმპტომებიო კი მეთქი კვებასთან სიარულთან დაკავშირებით მეთქი და შენ საბარადოდ გაქვსო მალს სინდრომი რომელიც საერთოდ არ არის ჩემი განხრაო ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ და დაიბარეს კონსილიუმი და უბრალოდ შედარებაც არ მინდა როგორ ხდება აქ პაციენტის მართვა და როგორი ორიენტირებულია იქ ექიმები პაციენტებს ეს იყო ერთი ტირილი მარტო მაგიტო გადავიტა რომ ადამიანად ვიგრძენი თავი ელემენტარულად მესმის რომ ეს არის იშვიათი დაავადება მაგრამ შესაბამისმა ექიმმა ეს უნდა იცოდეს აქ ამ კლინიკაში საქართველოში მალს სინდრომი ზოგადად გაჟღერდა? არა არანაირად ახლოსაც არა საერთოდ თავში არ მოსვლიათ რომ სისხლძარღვები შეემოწმებინათ აბსოლუტურად